ეკონომიკისა და რეგიონული გავითარების მინისტრები სამტრედია გრიგოლეთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის დღეს დაწყებულ მშენებლობას დაესწრნენ. აღნიშნული მონაკვეთი მთავარი სატრანსპორტო დერეფანი იქნება, როგორც მინისტრებმა განაცხადეს, უახლოეს მომავალში 6-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, მიწისქვეშა გადასასვლელების, წყალგამტარი მილებისა და ხიდების მშენებლობა დაიწყება. ძალიან სასიხარულოა, რომ სამტრედია გრიგოლეთის მონაკვეთი იწყება დღეს. ეს არის მთლიანობაში 220 მილიონი ევროს ინვესტიცია. ასევე მისასალმებელია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს ამ მონაკვეთს. პირველი ლოტი, რომელიც შეადგენს დაახლოებით 12 კილომეტრს, განხორციელდება და 3 წლის განმავლობაში დასრულდება. საბოლოო ჯამში ეს არის 54 კილომეტრი გზის მონაკვეთი და შეამცირებს გადაადგილების დროს დაახლოებით 45 წუთით. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მთელი გურიის რეგიონისთვის, მთელი საქართველოსთვის, ტრანზიტული მოძრაობისთვის და ძალიან სერიოზული მიმართულებით ხარისხიანი და ძალიან გროვად დამთავრდება ობიექტი.